ხო ტარიელ მონდარიზემ წაიღო მაშინ არ ჩემი საბუთები აქ მოძებნი მათხოვით მოძებნი რომელია რომ გასაჩერების საბუთები დავატანეთ ანუ რამდენი წელი 2 წელი არა 2 წელია უკვე თითქმის და 99-დან 60 აქ რამდენი ხანია ცხოვრობ და დევნილთა დასახლებაში პირველ დღედანვე 27 წელია თქვენ მეზობლები შეგვთან ქვევი და გითხეს 360 ოჯახი ცხოვრობს ამ დასახლებაში ხო? მაგრამ ახლა ინფორმირებული ბევრად არა ვარ აქ და ანუ ბევრი ოჯახი ცხოვრობს ამდენსართულიანი კორპუსია 13-სართულიანი კორპუსია ია დავბრძანდით აი ხუთ ვარ მე როზა არა პირიქით ბოდიში არა თქვენ დავბრძანდით ეს რაღაცებს წერდი კიდე და აგერის მომითხოვე 100 ლარი რომელიც სხვა ბენეფიციარებს აქვს 18 წლამდე და ვარი მომიდა გამგავიდან 18 წლის რო არ არის აღარ უნდა უფრო მეტი არ უნდა პამპერსია ლარი დაუციხეს ერთი წამი მარტო პენსიით რამდენი წლის არის 27 წლის ხდება ამ ზაფხულს და რა ამასთან სრულწლოვანი სიტყვა როგორ უნდა შეეფართებოდეს საერთოდ ვერ გავერჩენდომდე არ დასულა და შეიძლება დევნილი მარტო ეს დარჩა 18 წლით მარტო ეს დარჩა რომ აღარ ეხმარებიან პროგრამიდან ამოვარდნილები ვარ ჩვენ ფაქტურად ყველა დისკრიმინაცია ხდება იმის რომ სრულწლოვანია მე დედა ვარ ული არც მომლელის არ მიკუთვნის კი ვალდებული ვარ მართალია სახელმწიფოს არ მომითხოვია არაფერი რომ არ ჩამიბარებია მაგრამ ორსულიანი ოჯახი ხართ ეხლა თუ ამწუთას კი და დახმარებას ანუ გითხეს ახლა მეგობრო დახმარებას იღებდით რომელ წლამდე როდის მოგიხსნეს ეს დახმარება 3 წელი და რის საფუძველზე მოგიხსნეს 99 მომიდა და ვერ გავიგე საფუძველზე პარკით ჩაწერა 99 მომივიდა 90000 როდესაც სააკაშვილის დროს 22-25 მქონდა მაქსიმუმი იმის შემდეგ რა შეიცვალა არაფერი არ შეძლო პირიქით მაშინ მუშაობდი შემეძლო გასვლა და ახლა საერთოდ სახში დავჯექი ანუ მაშინ ქონდათ 22000 კულა დღეს გავთ 70000-ზე მაღალია 99000 ხო 79 ანუ შემწეობას ვერ იგებ კულა თანხას ვერ იგებ მაინც მინიმუმია ჩვენთვის 200 ეს ამის პენსია და მინიმუმობა გვაქვს ჩვენ მარტო შემოსავალი ფიზიკურად საფუძველი რა დაუდეს პირველად ახლა განმარტება თქვა ჩაწერა ალბათ პაკეტი ჩაწერა მაშინ არ ვიცი რა ჩაწერა ზიანა და ეს არის რომ რა ვქნა თუ ჩვენო თბილისიდან ეგეთი პასუხი მოდისო თბილისში რო დავეკე რა ვქნა და ბორჯომი ესეთ რაღაცას გვასწვისო ინფორმაციასო ჩვენ ხო იქ არ ჩავდივართო და მართალთავარი პირველ ერთი პერიოდი 1000 ლარიანი დახმარება მომხსეს პირველად იმითი შევიძინე ახლა სახში გამოგეტილი ვარ და სულ ესე როგორ მუშავრა და არ ვიყავი მეუღლეც ყავდა და მაშინ და ეხა ბოლოს ოდის მოითხოვით დახმარების ალპია ბოლოს ტაილოდარზე წაიღო როდესაც არჩევნები იყო და მაშინ ჩამოვიყვანეთ ამ 79 კულა 2016 წელს დიახ პასუხი მითხრეს რომ რა გინდაო ფულიო იმაში ხომ მოხდებიო 100 ლარიან ახსახატო და საერთოდ დახმარებაში და ფული არ გინდა ჩვენ არ კიდევ არაფერს არც თამაში იმ დახმარებაში არ მოხდი იმიტომ რომ 60-მდე ჩადაწიეს ის ბარიერიც 100 ლარიან დახმარებაში საახალწლოში მარტო ახალწლს და ბავშვის რა ქვია ბავშვს ამას თვარს აქვია მაგრამ ლაპარაკი არ შეუძლია წამა არ შეუძლია მე ვაჭმო ბატონო ნიკა პამპერსი ხო ჭირდება და მომლელი გვერდიდან ვერ გავწევ არ წუხებს ეპილეფსია მეზობლების აღარ იტოვებენ უკვე ყოველთვის დაინახა და შეეშინდა აღარ იტოვებენ აბსოლუტურად აღარ გავდივარ სახლიდან და სახლიდან ახერხებთ გაყვანას პარსასი ლიფტი თუ მუშაობს არ მუშაობდა ლიფტი კი გააკეთეს აი ხა ამ თუთას არ მუშაობს ლიფტი და ახერხებთ ჩაყვანას ისე გაგიჭირდება ზამთარში საერთოდ არ გავდივარ სახლიდან და ახლა სპორტზე გამოვიდა კი ზამთარში საერთოდ გამოგედებელი ვარ და უთხრეთობა არანაირ არ არის და გარეთ კონტაქტი ეს არის ყველაზე საწყენი თქვენიც დავოდი რაღაც მოხდა ხო? ეს არის ავიცი მე ამაზე კომენტარი არ არსებობს. ანუ ამაზე კომენტარი ზართულია გააკეთოს ნებისმიერ ადამიანმა. ყველაზე გულმხურვალი მხარდაჭერამაც კი ქართული ოცნების სტუდიასები დააჩნდნენ. ჯერ რამე გააკეთე რომ პირველად ისეთი სტაბილურობა შევა. აი რა ოჯახში რა გვერდზანდებით? თოდუა ვარ მე. თოდუებს. ხო, წამოდგინეთ საუბარია 130 ლარზე, 100 ლარიან დახმარებაზე, 150 ლარიან დახმარებაზე. წელიწადში ორჯერ და მათ რაც თვეში აქვს და ახლა ამ წუთას ისინი ითხოვენ მოკლედ ჩვენ წელიწადში გვაქვს ის რაც ამათ თვეში აქვს და კიდე დამატება რა ვიცი ჩვენ არ გვიმატებენ პენსიას არ იმატებენ, არაფერს არ იმატებენ და კაი მოხოდი და უკვე ჯერ სკამზე არ დამჟახა ღმერთო აბადია და უკვე შენთვის რო ფიქრობ ჯერ ხალხისთვის გააკეთე ხალხს ეს სტაბილურობა შევა რომ ამისთვის კი არ მოვიდონ რომ ხალხს დაეხმარონ თავისი ბორჯომის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა ერთადერთი სადაც ქართული ოცნება ვერ აღმოჩნდა საკრებულოში უმრავლესობით და ამიტომ ვერ მოიმატეს 3 თვის წინ ხელფასები პრაქტიკულად ვერ გაიორმაგეს მნიშვნელოვნად იზრდნენ ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით ეს ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ყველგან მოიმატეს ყველა მერმა 63 აქ ვერ გააკეთეს და გააკეთეს ისაც გააკეთეს ამიტომ ეხა
ძალიან სასიამოვნო ფაქტორია ზარეულობა ადამიანებისთვის ძალიან გიჭერს ესედაც და ფსიქოლოგიურადაც რო უყურებ ასეთ რაღაცას როგორ მიმართავ და რა ვიცი ისეთი კონფლიქტებია შეიძლება არც მას რა ქვია გეშინიათ კიდევ ხო დისკრიმინაცია ხდება ესედაც არა ხაბატონ დამიჯერეთ მე ჩემ ბავშვებს ლაპარაკი დიდ კადნიერებას ჰქონდა 27 წელი არის ერთხელ მაინც კანონიერად ვერ მივიღე დახმარება საერთოდ ვიქოს მომეცით ეხლა არ გინებავთ ეხლაც კიდევ ერთხელ ცადოთ აი შეტანა სოციალური მოსახლეობის აგენტოში საფუძველი რა უნდა დაედოს იმას არ მოგიმართო მიზეზი მითხრეს რომ რა ქნა თბილისი აგზავს ასეთ კულტურსო და ეს წერილი გააქვთ პასუხი სიტყვიერი პასუხი იყო ეგეთი ამიტომ მოდი ასე რა გინდაო წერილი ხო ისა საღდომას ხომ მოქცესო დახმარებაო და ეს წელიწადში ერთხელ მოდი ასე გავაკეთოთ ჩვენ დაგიხმარებით მივწეროთ წერილი სოციალური მოსახლეობის შესაბამის აგენტოს სოციალური მოსახლეობის აგენტოს პირველ რიგში ზაზა ის რო არის აქ არა თბილისში რო არის სოციალური უფროსი რა გვარია ხო მაგრამ აქ ადგილზე მივწეროთ ჯერ და როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულები იქნებიან 10 დღეში პასუხი მოგწეროთ 10 დღეში დაველოდოთ არა მოთხოვნა გავაგზავნოთ სოციალური დახმარების აღდგენის თაობაზე იქ არის რაღაცა პროცედურები მე ვალდებულება აქვს რომ გამოაგზავნოთ სოციალური მოსახლეობის აგენტი რომელიც აღწერს თქვენ ქონებრივ მდგომარეობას და უახლოეს პერიოდში უნდა გვითხრან ან დადებითი პასუხი ან უარყოფითი პასუხი. სანამ ხელში ეს არ გვეჭირება, მათთვის ეს იქნება ძალიან დიდი კომფორტი. ანუ ეს წერილი პასუხი ხელში თუ არ გვეჭირება, კომფორტულ მდგომარეობაში ვაყენებთ. და გეტყვიან ხან თბილისის ბრალია, ხან ბორჯომის ბრალია, ხან მოსკოვის ბრალია და ხან არ ვიცი. სიარულის აშემის ლენდენ ამას ვერ ტოვებ, თორე აი უნდა მართლა კინეს გამომიდო ჩაიწვა ადამიანმა, რო სადევა. ჩვენ დაგიხმარებით. ჩვენ ორშაბათს და შესაძლოა ორშაბათს გავამზადოთ ეს წერილი და მივმართოთ და მაქსიმუმ 10 დღე დაჭირდება. პასუხი რაც მომიდა ის არის. ან მე სადეპუტატო კითხვის ფორმატში გავუშვებ თქვენ წერილს სააგენტოში. მედიკამენტები აი ეს არის რომ მედიკამენტები ძალიან ბევრი ჭირდება, პამპასი ჭირდება და ვერ ვწდებით ამას და ეს 100-ლარიანი დახმარება სხვა ინვალიდებს რომელსაც აქვს აუტიზმის სინდრომით არიან კიდე დაუნის სინდრომით ყველა თავის ფეხით დადის ასე თუ ისე ცოტათი რამენერად ლაპარაკობს რამენერად თავის ხელით ჭამდა მე ეს ბავშვი ყველანაირად შეზღუდულია და ვერანაირად ვერ იმაშები რა ქვია სულ წამლებზე უნდა იყოს ექიმის დანიშნულებით 24 საათი აგერ მაქვს ისა ფორმაციის საბუთები ყველაფერი წესრიგში ხო მაგრამ ეს არის წერილი რომელიც გააგზავნეთ და ამაზე პასუხი აი ეს არის ეს რაღაცა ვიპოვე არ მახსოვს ორი რაღაცა შემინახე ორი რამე გადაყარე უკვე აღარ მაგერები ამების გროების რო მეურვება გამაკეთებინეს რომ დავეკეთ ხელხაზე მითხრეს რომ ასე ვქვია 500 ლარზე ნაკლები არ უნდა კონდესო ერთი ინვალიდის პატრონსო და გააკეთეო ხალდამჭერის გააკეთე სასამართლოში წავიყვანე ორი ახალციხეში მანქანი კიდე პენსიების შესაძლებელი მაგრამ გეუბნებიან ქალბატონო რომ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ადმინისტრირების ორგანოს მიერ პასუხი წერილობით ეცნობა განცხადებას ვინაიდან შუამდგომლობა გაგიწიეს და ამის შემდეგ აღარ მოგსვლით არაფერი ხო დამატებით ეს იყო 2016 წელი ხო აი მეგობრებო აი ეს ვითარებაა ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ბორჯომში ვართ ბორჯომში ქალაქში სადაც დალეწეს, დაანგრიეს საკრებულო 2 დღის წინ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ საჯარო მოხელეებისთვის, კერძოდ 70 მერის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასი გაზრდილიყო. და ეხლა ჩვენ დიახაც ვართ თოდუების ოჯახში და ისმენდით თქვენ რა მდგომარეობაში არის ეს ოჯახი. სოციალური დახმარება მოუხსნეს 2 წლის წინ, ვიდან მოხსნისა ითხოვენ დახმარების აღდგენას და ხედავთ რომ 2 წელია გასული და პასუხიც კი არ მიუღიათ შესაბამისი. და შედეგი არის რა? არ დაგინიშნეს ყველის დახმარება რომელიც გეკუთვნით. და აი ამ ყველაფრის ფონზე მუშტი კრივი აქვს გამართული იმისათვის რომ ბორჯომის მერის მოადგილე და სამსახურის უფროსებს გაეზარდოთ ხელფასი. ყველაფერს თავი დავანებოთ. უხერხული ვითარებაა და მე ოდნავ, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს ოტისოდენა იმედი, რომ გაგინათდება ქართული ოცნების წარმომადგენლებო ბორჯომის საკრებულოში და თლიანად აქტიურ მხარდაჭერებო აქტივისტებო ქართული ოცნებისა
რომ არ შეიძლება იმის გაკეთება, რასაც თქვენ ჩადიხართ ხელფასებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ათასობით ასეთი ოჯახია საქართველოში. 1,100,000 ხალხო, 1,100,000 სოციალ-დაუცველი საქართველოში. გულია ბატონო ნიკა გუსტავიური განზრახებებს ამ ოჯახებს. ესეც ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც მაგათაა, თქო, დამცინავი ისიც, რაზეც თქვენს ირონიით მოიხსნა. 1,100,000 სოციალ-დაუცველი ქვეყანაში. აქედან 500,000 იღებს დახმარებას. 600,000 არის დახმარების მოლოდინში. ანუ 70,000-ზე მაღალი ქულა აქვს 600,000. ვინ შემწეობას იღებს 70,000 ნაკლებ მოუხსნეს ჩემ გოგოს ოჯახს სადაც გაგუდა სოციალურ. მაგრამ რა ხდება, რა საინტერესოა? ბავშვია ოჯახში. არჩევნების შემდეგ, ვიხა იყო ხო ნოემბერში დასრულდა. თვეში 2,000-ით ცირდება სოციალ-დაუცველთა ბაზაში რიცხოვნობა სოციალ-დაუცველების. ანუ არჩევნების შემდეგ კლება მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სოციალ-დაუცველების ბაზაში. თითქოს მართლაც აშენდნენ რაღაცა დოლათი შემოვიდა ოჯახში და ხელფასი. აი ეს ვითარებაა და საილუსტრაციო, არა საილუსტრაციო მეგობრებმა გთხოვეს თქვენ შესახებ მეგობრებმა ეხლა ეს გვიამბეს და მრავალი ასეთი ოჯახია მოჯახში. მოჯახში. მე შეწუხებული ბატონიკა არის ეგ სადილაპარაკო და რომ ცოტა რა დაგვიმატო ნაი პენსიაზე და ჩვენს რაც გვაქვს 270 ხო ვერ გაკაჩათ. თვითონ მყავდით ეს ბავშვი 270 თუ რა შეძლებთ ახლა ეს ქრუი ვარ ხო? ყავდა მეუღლე და კარგად მუშაობდი და იქეთ ვეხმარებოდით გაჭირებულს და რა ვქნა ახლა დავჭი მარტო და არ მაქვს საშუალება რომ იმუშაო გარეთ გავიდე რაღაცა გავაკეთო. ხო პატარას ვითხოვდი იმას მაინც იმ სხვა ინვალიდებს რომელიც დადიან მოგვეზით ჩემი დახმარება უკანონოა რა თქმა უნდა შეიძლება და კანონს ვერ გადადიან სახელი ვერ დაარქვეს რაღაცნაირად დამეხმარო რომ დედა ხარ და ვალდებული ხარ რომ მეურვეობაზე ვლაპარაკობდი რომ გავაკეთე ეს საბუთები მე კიდე დავრეკეთ ხელხაზე და არა ხაბატონო გადათქვეს ისევ ეს ვიგითხართ არა და ხარჯი გავიღე კიდე წინასწარ პენსიები რომ ეს მეურვეობა გამეკეთებინა მოწლეები წამიყვანა ახალციხეში სასამართლო და ერთი ამბავი ეს პენსია რო ამიღო ამისი მხოლოდ არ წას ეს უნაროა დიახ, აი, მეგობრებს მინდა ჩვენ ახლა გვიყუროს ძალიან ბევრი ადამიანი სავარაუდოდ. აი ეს ხდება მეგობრებო. ვინც არ უნდა იყოს ახლა რამდენი წელია ქალაქში სადაც გამართეს ხელჩართული ორთაბრძოლა საკუთარი ჯიბეების გასქელებისთვის და ამ ყველაფრის პარალელურად იმავე ქალაქში სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები არსებობს და ერთ-ერთ ასეთ ოჯახში თოდუების ოჯახში ვართ და ჩვენ აქ მოსულები, რომლებიც ითხოვენ 2 წლის განმავლობაში სოციალური დახმარების აღდგენას, არათუ დანიშნვას, ანუ ის რაც ჰქონდათ, იმის დაბრუნებას ითხოვენ. და ნული არის ყურადღება ადგილობრივი ხელისუფლებისგან და ცენტრალური ხელისუფლებისგანაც მით უმეტეს. და ამ ყველაფრის პარალელურად, ან როგორ არ გწვენია ბორჯომის მერო, ან მერის მოადგილეობა, ან იმ ქალბატონებს მიმართავ პარტიულ აქტივისტებს ქართული ოცნების რომლებიც იმ დღეს ყელგამოღადვრით იხვეწებოდნენ ხელფასების მატებას ბორჯომის საკრებულოში. აი თოდუების ოჯახში და თქვენს გარდა ეხლა იქნება რამდენიმე ათეული ოჯახი დაწუნებული 800 სოციალ-დაუცველი ყოფილა ბორჯომში. ყველაფერს თავი დავანებოთ და შიდა პიროვნულ კონფლიქტში მაინც არ შედიხართ საკუთარ თავთან, როდესაც იცით რომ თქვენივე თანამოქალაქე ითხოვს 130 ლარს რომ შვილს მედიკამენტი უყიდოს და რამენაირად თავი გაიტანო თვიდან თვემდე. უხერხულობას მაინც აგზნობთ. დაანებეთ თავი ამ ბრძოლას საკუთარი ხელფასების მატებისთვის. წელიწადში ერთხელ და ორჯერ გადაიწყო კეთდება, მაგრამ ეს არა, ჩვენთვის საკმარისი წამალი მიმჭირდება, თელი ცხოვრება ჭირდება, ამას და ყოველთვის ჭირდება ის რაოდენობის წამალი და ეს 1 და 2 კი აკეთებდნენ, მაგრამ ეს არაფერი არა, პროგრამაში ჩვენ არანაირად. ანუ სოციალურად დაუცველი თქვენ ბრძანდებით ხართ ბაზაში რეგისტრირებული, მაგრამ ამ ერთ რამდენი ოთახი ეს ეს ოროთახიანი, მაგრამ იქით ახლა ვერ ვათხოვ და ხონდათ შემწეობა და ის საკუთრებს და ამას ითხოვთ, ხო? რამდენი ხონდათ ის შემწეობა? არაფერი განსხვავებული არ არის, 60 და ახლა გახდა 60 ლარი და 100. ანუ რამდენი 60 ლარი წაგართო ეს? რეალურად. გამოდის ასე მე ხო, 60 ლარი. 60 ლარზეა საუბარი, ხო? 100 ლარი იყო გონი მაშინ, ახლა მოიმატა უბრალოდ. ერთი მაგიდა გიდგათ, თუ არ ჩავწერთ ტელევიზორს არაფერი. ეს თავიანთი მოსემულია, როცა 1000 ლარი მოსეს, მაშინ აღწამებდი ჩვენი ცხოვრება მარტო უტელეზორად ამას არაფერი არ არის, მზად მიტიგია მაგის აყურებელი და რომ გავაჭეროს ცოტა ხანი რაღაცა გააკეთოს ეს მოხსეს მაშინ 1000 ლარი მოხსეს კი არა, იბრძოლე მაგისთვისაც, იმიტომ რომ მაშინაც სულწლოვანი იყო და ინვალიდებს არ. აი, ასე შევთავაზეთ ერთი სიტყვით, ორშაბათს ჩვენ გავამზადებთ წერილს და დაგეხმარებით. შუამდგომლობის წერილსაც დავუთავთ, შევიტანთ შესაბამის სამსახურში
დაახლოებით საუბრობთ მაქსიმუმ 10 დღე დაჭირდება და 10 დღე არ კანონთან ვადა 10 დღეში გვიპასუხონ, მაგრამ შეუძლიათ 3-4 დღითაც შემოიფარგლონ, პირადადაც მივალ და საჭირო თუ გახდება ერთადაც მივიდეთ და ვნახოთ რას იტყვიან. ოღონდ ეს მატერიალური სახით უნდა გქონდეს ჩვენ უკვე, ისე არა როგორც ახლა გეუბნებიან. თბილისში. დიახ, ამით ჩვენ ვფრით მათ კომფორტს. როგორ არა, ადმინისტრაციაზე ხელსახვედზეც რო დაწეროთ ნებისმიერი წინადადება კითხვის სახით ადმინისტრაციულ ორგანოში შეიტანოთ, ადმინისტრაციულ ორგანო ამ კანცელარიამიზი ვალდებულია გაატაროს შესაბამისი რეგისტრაციაში და პასუხი გაქცევს. არიან მას ამისნაირად წერილი პასუხი მინდა, მაგრამ მაშინ ხა ჩვენ ესა არ ხო, ამიტომ ბოლომდე უნდა მივყვეთ. მადეში ვერ ვერკვევი ახლა ფლად იმაში. ამიტომ გეხვა აქ ვართ, მივდივარ. ჩვენი მეგობრებიც, ბორჯომის საკრებულოს წევრებიც აქ არიან, ბოლომდე მივყვებით ამას და ვნახოთ კადნიერება სადამდე იყოფათ. კარგით, მოკლედ ჩვენ ორშაბათს მე კიდე მოვალ თქვენთან და თუ საჭირო გახდება ერთად წავიდეთ. კარგით? კი, წავიდეთ. არა, დაგემშვიდობებით. კარგი, დროებით ორშაბათამდე მაშინ და კარგით, მეგობრებო, აი ესეთი ვითარებაა. ნახეთ, თოდუების ოჯახში ქალბატონი, რომლის ბავშვს მოუხსნეს სოციალური დახმარება. და მის ნამდვილ ყოფილიყო ესეც გადმოსვლის გამო გაცილდა და დაემართა მინიგით ჯანმრთელი ბავშვი მყავდა 29 საფრთხიდან მიყავდა 19 წლის და იმ დღიდან მე რომ ცხოვრობ 19 წლის მერე ერთი დღე და ღამე არ მინახე გაზენებული წესიათ რომ ბავშვის გამო ეპილეფსია, კრუნჩხები და ასეთ დღეში ცხოვრობდა. პატარა ფსიქოლოგიური და ფიზიკური მიჭერს და ფინანსური სხვა უღელტეხილზე რომ გამოდიოდით და გამოდიოდით, მაგრამ ახალშობილი იყო და პატარა ჯერ გარეთ არ ყავდა განაყვანი და რაღაც ვირუსული მინიგიტებით ესინ დაგდიოდა და შეეყარა და ექიმები მშვიდი წელი მიწեք სამყაროში ფაქტიურად და უკუნავდით არა უშედეგო თვალსაჩინო. მე რა ასეთ დღეში ვარ ყოველ დღე მეზობლემაც იციან, ჩემი გასვლა არ არის და ხალი არ არის. აუცილებლად პირობასაზე ორშაბათს მე ვარ თქვენთან ისევ დავწერთ ერთად აქ თქვენთან ოთახში განცხადებას და აქედან წავიდეთ სოციალურ მომსახურების სააგენტოში. კარგად, დროებით და გინახულებთ. დროებით გენაცვალე. აუ ნახოთ. მას ის არის მის რა ხდება რა. არა, დროებით ორშაბათს. მეზობლები არის რა. მოკლედ. საიდან არის გასასვლელი? გასასვლელი საიდან არის? დროებით დაგემშვიდობებით, ეხლა ჩვენ გადავინაცვლეთ სხვადასხვა ადგილებში ბორჯომის იმედია პატივცემული ზონდერები, რომელიც როგორც აღმოჩნდა უხვად არიან ბორჯომში და ბორჯომის რაიონში ქართული ოცნების გარშემო გაერთიანებული, არ გააკეთებენ იმას რისი ასე თქვა სპეციალისტებიც ისინი აღმოჩნდნენ 2 დღის წინ. დროებით